რუსეთი დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. დიდი ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობისთვის რუსეთს საქართველოს როგორც ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის გასაწევრიანებლად საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული მზაობა უკვე შეინიშნება. ამის მაგალითად კი მოსკოვში ჰილარი კლინტონის ამჟამინდელი ვიზიტი მოჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პოლიტიკური ასპექტი მოუწესრიგებელია და ჩვენ უმძიმესი ურთიერთობა გაგვაჩნია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი ფონი ამ ურთიერთობების დათმობისა არ იყოს ეკონომიკური ურთიერთობების დაწყება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ, რადგან ქართული ვეტოს არგუმენტები საკმაოდ მყარია. რუსეთი არ ასრულებს სავაჭრო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ნორმებს, არ ცნობს ქართული მხარის მიერ დაწესებულ და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებს. ჩვეულებრივი მოთხოვნა პოლიტიკაც არაფერი არ არის, ვაჭრობიდან გამომდინარე საბაჟოს თემები მოთხოვნა იმ ფარგლებში და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, რომელიც არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საქართველოს კუთხით. ეკონომიკის სამინისტრო უარყოფს ქრისტიან-დემოკრატების ბრალდებასაც, რომ ხელისუფლება დაპირისპირებულ მხარესთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის დაბლოკვა არ მოხდეს. გიორგი თარგამაძემ დღეს ლარსის გახსნის მოულოდნელი გადაწყვეტილებაც გაიხსენა. იმ მოსაზრებების კვალდაკვალ, რომელიც გაისმა რამდენიმე საერთაშორისო ფორუმზე, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის ფედერაციის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, ვივარაუდოთ და ვიეჭვიანოთ, თუნდაც ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები. ეჭვიანობისა და ბრალდებების გამო ქრისტიან-დემოკრატებს დავით დარჩიაშვილმა საერთაშორისო პოლიტიკის ცოდნა დაუწუნა. იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ურთიერთობა ხორციელდება, იქნება ჟენევის ფორმატი თუ ლარსის გახსნა, ის არის, რასაც მოელოდა საქართველოსაგან საერთაშორისო თანამეგობრობა და რაც ასევე არ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ინტერესებს. საქართველოს პასუხს მოელის როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე რუსეთი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტრუქტურიდან გამომდინარე, ერთი წევრის უარის შემთხვევაშიც კი ორგანიზაცია ახალი წევრის მიღებას ვერ შეძლებს.